სწორედ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და დაიდო შესანიშნავი ვიდეო ნაწილი, რომელიც ასახავს ამბასადორ აილენდ ბათუმის მასშტაბური ეკონომიკური პროექტის კიდევ ერთ შეფასებას და მინდა რომ ეს კლიპი ამ შემთხვევაში უცვლად შემოგთავაზოთ. ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი შავი ზღვის აკვატორიაში 84 ჰექტარზე 2 ხელოვნური ნახევარკუნძულისა და 1 ხელოვნური კუნძულის ფორმირებას ისახავს მიზნად. ამბასადორის ხელოვნური კუნძულის პროექტი არის ძალიან მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტიცია. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე, რომლის 59% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, იგეგმება სანაპიროების, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეების, სასეირნო პრომენადების და ზღვისპირა ბულვარის მოწყობა. ამასთან აკვაპარკების, პირველი საერთაშორისო სტანდარტის იახტ-კლუბის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობების მშენებლობა. თავისი ფუნქციური მრავალფეროვნების და საინვესტიციო მასშტაბების გათვალისწინებით ეს არის ყველა დროის ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტი, რომელიც მას ავტომატურად გლობალურ დამისამართებად აქცევს. კუნძულის პროექტს ამბასადორი ჯგუფის სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ამბასადორი აილენდი ეს უკვე არის ცოცხალი ეკონომიკური ორგანიზმი, რომელიც არის სრული მასშტაბით ჩაშვებული და ის მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბიზნესს. მიმდინარე პერიოდში ამბასადორი აილენდ ბათუმის საპროექტო ტერიტორიაზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და პროექტით გათვალისწინებული ტერიტორიის 48 ჰექტარი უკვე ფორმირებულია. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, გააძლიერებს ეკონომიკურ აქტივობას რეგიონში და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ის რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მოემსახურება. ამბასადორის კუნძული ეს არის ტრანსფორმაციული, კონცეფციური უძრავი ქონების განვითარების პროექტი, რომელიც მოიცავს პირველად შავი ზღვის რეგიონში 2 ნახევარკუნძულის და კუნძულის განვითარებას. პროექტი მისი განხორციელების შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადების აკუმულირებას მოახდენს. აჭარა არის სანდო და მიმზიდველი გარემო, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პროექტი 20,000-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ამჟამად საპროექტო არეალის 48 ჰექტარზე, რომელიც ზღვაშია ფორმირებული, მიმდინარეობს მიწის ზედაპირის ზღვის დონიდან 5 მეტრზე ამაღლების სამუშაოები, რაც კუნძულის მდგრადობისა და სტაბილურობის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებებს უსწრებს დაახლოებით 5 წლის ვადით და ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ უკვე ვაპირებთ კუნძულის უშუალოდ მიწის ნაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას. ამბასადორის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პირველი თაუერის საძირკველში უკვე განთავსდა 3600 კვადრატული მეტრის საიზოლაციო მემბრანა და საძირკვლის ფილის არმატურის კარკასის 90% უკვე შექმნილია. თითოეული ინვესტიცია ემსახურება ჩვენს მთავარ მიზანს, უზრუნველყოთ რეგიონის განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამბასადორის პირველი ცათამბჯენი, რომელიც მულტიფუნქციურ კომპლექსს წარმოადგენს, თავისი არსით ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, როგორც კუნძულის პირველი შენობა-ნაგებობა. აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს. შენობაში განთავსებული აპარტამენტების ინტერიერის დიზაინზე იტალიურმა კომპანიამ იმუშავა. ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, მულტიფუნქციური კომპლექსი პირდაპირ კავშირში იქნება იახტ-კლუბთან და კუნძულზე გაშენებულ ახალ ბულვართან, რაც მას ლოკაციის მთავარ მიზიდულობის წერტილად აქცევს. პირველი ცათამბჯენის ჯამური ინვესტიცია 200 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. დიახ, მართლაც კიდევ ერთხელ ვხედავთ ამ შთამბეჭდავ პროექტს, ვნახეთ ეს შთამბეჭდავი პროექტი და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ამბასადორ აილენდ ბათუმი არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი კერძო სახელმწიფო სექტორის დიალოგის და ამბასადორ აილენდ ბათუმის მენეჯმენტი ყოველთვის გრძნობს საჭიროებას სახელმწიფო კერძო სექტორის დიალოგის და სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ თვალსაზრისით.
დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით თქვენ ტრადიციულად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider-ში. ბეკი, ხვალამდე გეჩვენებთ.